შეეხება დღევანდელ თამაშს, კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, იმიტომ რომ უფრო მეცველი, მაგრამ ეს გარკვეული პირობების გამო, რაც დიდ თოვლობას შეეხებოდა ჩვენთან ოზურგეთში, გვიან დავიწყეთ ვარჯიში და ჯერჯერობით ჩვენი გუნდი არ არის ისეთ ოპტიმალურ ფორმაში, როგორცაც ველოდები და ამას მუშაობა ჭირდება, მუშაობთ ამისთვის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემდეგი ლიგისთვის გარკვეული წინა პერიოდი შევიქმნათ და იოლიგა შეინება არ იქნება, წელს უფრო დაძაბული მეოთხე ლიგაა, ბევრი ძლიერი გუნდები გადმოვიდა და საინტერესო ურთაბრძოლები გველის და ამისთვის ვემზადებით ჩვენ. შემდეგი თამაშზე რა პროგნოზები გაქვთ, რა მიზნები გაქვთ? ჩვენი მიზანი ყოველი თამაშის წინ არის მოგებისთვის გავდივართ, მიზანი არის ერთი, გადასვლა ზედა ლიგაში, მესამე ლიგისთვის ვიბრძვით. რაც შეეხება შემდეგ ტურს 16 მაისს გაიმართება ალგეთში, მარნეულში გაიმართება ალგეთის გუნდთან და ძალიან ძლიერი გუნდია, 6-0 გაიმარჯვა ახლა სახლში და ჩვენც ველოდებით იქ ზეწოლის ქვეშ მოგვიწევს თამაში და ამისთვის მოვემზადებით სერიოზულად, რომ იქედან სასურველი 3 ქულა ან ქულა წამოვიღოთ მაინც.